საარქივო მასალებში დაცული პირველი შეტყობინება ვორონცოვკიდან სომეხთა აშკარა საომარი სამზადისის შესახებ 1918 წლის 4 დეკემბრითაა დათარიღებული. გენერალ ციციშვილის ნომერი 219 ტელეგრამა სამხედრო მინისტრისადმი. ჯალალ ოღლიდან ჩრდილოეთით ჩვენს ტერიტორიაზე სიმაღლესთან 4771 სომხებმა სანგრები გათხარეს. სომხური რაზმის უფროს ამ სანგრების სასწრაფო განადგურების წინადადება მივეცი. თუ ჩემი მოთხოვნა არ შესრულდება, მაშინ მე თვითონ გავანადგურებ მათ. 4-დან 12 დეკემბრამდე შეტაკებები ქართულ და სომხურ ნაწილებს შორის რეგულარულ ხასიათს იღებს. ნოე ჟორდანიას განკარგულებით ვორონცოვკის რაზმიდან თბილისში გვარდიის საარტილერიო ქვედანაყოფები სასწრაფოდ გამოიწვიეს სახალხო გვარდიის პირველ წლისთავთან დაკავშირებით სადღესასწაულო აღლუმში მონაწილეობის მისაღებად. 2 დღის შემდეგ ვორონცოვკა პრივოლნოეს მიმართულებაზე სომხებმა გადამწყვეტი იერიში მიიტანეს. იმ დღეს ბრძოლის ველზე 3 ოფიცერი და 100 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. სომხებმა ვორონცოვკა პრივოლნოე დაიკავეს. მათ უკვე ჰქონდათ მკვეთრად ჩამოყალიბებული თავიანთი საბრძოლო მოქმედების გეგმა თავისი სტრატეგიითა და ტაქტიკით. როგორც საერთოდ ხდება, შემტევი მხარე მოწინააღმდეგეზე ახორციელებს საომარ ოპერაციებს 3 მიმართულებით: ცენტრალური მიმართულება, მარჯვენა და მარცხენა ფლანგი. 1918 წლის 6 დეკემბრის დილით სომხეთის რეგულარული არმიის ნაწილებმა ახალქალაქის მაზრის დე-ფაქტო საზღვრები გადაკვეთა და 8 დეკემბრისთვის უბრძოლველად დაიკავა მაზრის რუსი სექტანტებით დასახლებული სოფლები: ტროიცკოე, ეფრემოვკა, გორელოვკა და ბოგდანოვკა. ანუ სომხებმა სულ რაღაც 3 დღე-ღამის განმავლობაში ფაქტობრივად უმტკივნეულოდ მოახდინეს ქართული მიწების 30-35 კილომეტრიანი ზოლის ოკუპირება. რეგიონის გენერალ-გუბერნატორმა, გენერალ-მაიორმა აბელ მაყაშვილმა სასწრაფოდ მოახდინა პირველი ქვეითი დივიზიის ნაწილების, კერძოდ პირველი და მეორე პოლკების ქვედანაყოფების კონცენტრაცია და ოკუპირებული ზონისკენ გაგზავნა. უკვე 8 დეკემბრისთვის ქართული ჯარის მოწინავე ქვედანაყოფების მეთაურებმა სომხებს საქართველოს ტერიტორიების სასწრაფო და უპირობო დატოვების შესახებ ულტიმატუმი წაუყენეს. ამის შემდგომ დაშნაკები ამ მიმართულებით კიდევ 2-ჯერ შეეცადნენ საქართველოს საზღვრების დარღვევას, თუმცა ისინი 2-ვეჯერ უკუაგდეს. საქართველოს მაშინდელი მენშევიკური ხელისუფლება დაავადებული იყო ინტერნაციონალიზმის იდეებით და სჯეროდა, რომ დაშნაკები, ისე როგორც მენშევიკები, ერთად იყვნენ და ისინი მაღალი იდეალებისათვის, სოციალიზმისათვის ბრძოლაში და დემოკრატიული წყობილებისათვის ბრძოლაში იქნებოდნენ ერთიანი ფრონტით საერთაშორისო დემოკრატიაში. მოგახსენებთ, რომ 9 დეკემბრის 19 საათისათვის უზუნლარის წინააღმდეგ გაგზავნილი რაზმები უკან სადგურ სანაინში იქნა დაბრუნებული. ორივე რაზმის მეთაურთა მოხსენებებიდან გამოიყვა, რომ ჩხეიძის რაზმის წინააღმდეგ მოქმედებდა არანაკლებ 250 კაცისა, რომლებიც მიუვალ კლდეებში იყვნენ ჩამსხდარნი. სროლից გარდა ისინი მთებიდან უზარმაზარ ქვებს აგორებდნენ, რომლებმაც რამდენიმე ოფიცერი და მხედარი შეიწირა. სომხები კარგად არიან ჩაცმულნი და შეიარაღებულნი. ბრძანებები სუფთა რუსულზე გაიცემოდა. ეს ტელეგრამა ქართული გარნიზონის საერთო საჯარისო მეთაურმა генерал-майорმა წულუკიძემ генералურ штабს 10 декемберс დილით გაუგზავნა. Отдельно, скажем, там присутствие военных привело к тому, что произошли столкновения с крестьянами, что там произошли издевательства разные, до того, чтобы крестьяне, то есть решили вопрос самозащиты любым способом. იმავე დღეს მოგვიანებით
მოცემულ მომენტში სანაინში არსებული მდგომარეობა შემდეგია. სანაინის გარშემო არსებული მთებიდან სომხები ცეცხლს გვიშენენ. ჩემი რაზმი ცეცხლით არ პასუხობს. დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ სოფელი უზუნლარი სომხების მიერაა დაკავებული, რომლებსაც ალბათ ბანდებს დაარქმევენ. ეს ბანდები უკვე გამოჩნდნენ სანაინისა და ალავერდის ჩრდილოეთით. 1918 წლის 10 დეკემბრის 13 საათი. ახლახანს მომახსენეს სოფელ წათერიდან, რომ ჩვენ სასაზღვრო საგუშაგოს სომხებმა ალყა შემოარტყეს. რამდენიმე კაცი მოკლულია. დანარჩენები ტყვედ არიან აყვანილნი. ჩვენი საგუშაგოს წინააღმდეგ სომხების მხრიდან მტრულ მოქმედებებს აქვს ადგილი. სოფელ ქორინჯიდან ცნობები არ ამაქვს. ჩემს მოვალეობად ვთვლი და ვაცხადებ, რომ ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებენ არა ბანდები, არამედ რეგულარული ნაწილები. მოცემულ მომენტში ჩემთან ერთად სანაინში იმყოფება სულ 60 კაცი. გამოგზავნილი ასეული ჩემს მიერ შეჩერებულია ალავერტში. артиллерия ჯერ კიდევ არ მოხსულია. 11 დეკემბერს დილით ქართული სარდლობა და შტაბი უკვე სადგურ სანაინს ტოვებს და ბრძოლებით უკან სადგურ ალავერტისაკენ დახევას იწყებს. იმავე საღამოს გენერალ წულუკიძეს სადგურ ალავერტიდან უკვე პირდაპირი ხაზით ჰქონდა საუბარი სამხედრო მინისტრთან. რკინიგზის ხაზი სანაინსა და ალავერტს შორის ჩახერგილია. რკინიგზის ლიანდაგის საკეტები და ისრები სარკინიგზო კატასტროფების მოწყობის მიზნით დაშლილია. რკინიგზა ქობერსა და სანაინს შორის ასევე დაზიანებულია. 2 დღის შემდეგ სადგური ალავერტი ალყაში იქნა მოქცეული. ალავერტი და მისი სამრეწველო ინფრასტრუქტურა იმდენ მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკისათვის, რომ გენერალ წულუკიძის მიერ მისი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დაცვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მაგრამ 14 დეკემბრისათვის ოპერატიული მდგომარეობა უაღრესად დამძიმდა. 14 დეკემბრის საღამოსათვის გენერალ წულუკიძე იღებს გადაწყვეტილებას, რომ რაზმის მიერ დატოვებული იქნას ალავერტი. ბრძოლით იქნას გარღვეული ალყა და დახეული იქნას რაზმი უკან სადახლოსაკენ. რაც წარმატებით განხორციელდა კიდეც 2 დამოუკიდებელი მარშრუტით. ერთი სახმელეთო გზით, მეორე სარკინიგზო მარშრუტით. მიუხედავად ძალების სიმცირისა, გენერალმა წულუკიძემ გადაწყვიტა მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით ხელსაყრელი პოზიციები დაეკავებინა და სადგურ სადახლოსა და მის მიმდებარე საბრძოლო უბანზე ძლიერი თავდაცვითი ზღუდე შეექმნა. დასმული ამოცანის ძირითადი სიმძიმე პოდპოლკოვნიკ ბერიაშვილის მე-6 პოლკის ქვედანაყოფებსა და მე-5 პოლკის შერეულ ბატალიონს დააწვა. ბრძანების თანახმად მათ შესაბამისად თავდაცვის მარჯვენა და მარცხენა ფლანგებზე პოზიციები უნდა დაეკავებინათ. სომხურმა ავანგარდმა სადახლოზე შეტევა პირველად 18 დეკემბერს დაიწყო. გაზეთი სახალხო საქმე ასე აღწერს ამ საბრძოლო ეპიზოდს. პირველი შემოტევა სომხებმა გაბედეს დეკემბრის 18-ში. ნაშუადღევის 3 საათი იქნებოდა. რუსიანი დღე იყო. ოფიცერ მირიმანოვის, რუს ოფიცერ პეტკოვსკისა და სხვათა მეთაურობით 200 კაცამდე სადგურიდან 9 ვერსის მანძილზე თავხედურად მოვიდნენ სომხები. გაიგეს ჩვენება მათი მოსვლა. სომხებმა მოსატყუებლად კარგი და მკაფიო ქართულით ჩვენებს შესახეს. თქვენები ვარ ძმებო, არ გვესროლოთო, მაგრამ გვიან გაიყო. ჯავშნოსანი გაეგება რკინიგზით და აუტეხეს სროლა ქურდულად შემოპარულ მტერს. მათმა ასეთმა თავხედურად მოქცევამ ძლიერ გააბრაზა განსვენებული დადიანი, რომელიც ხმლით ხელში გაუძღვა თავის ნაწილებს. ემწუხრათ სომხებს ასეთი გამასპინძლება და შემდეგ დეკემბრის 18, 19 და 20-ის დილის 11 საათამდე ხმა ჩაკმენდილი აღარსად გამოჩენილა. ამის შემდგომ სადახლოს ფრონტზე შემდეგი ოპერატიული ვითარება შეიქმნა. სომეხთა მე-4, მე-6 მსროლელმა პოლკებმა, პირველი პოლკის ქვედანაყოფებმა და საბრძოლო რაზმებმა თავიანთი მოქმედების ტაქტიკა შეცვალეს
მათ ფლანგური მანევრით გვერდი აუარეს სადახლოს და 19 დეკემბრის გამთენიისას მარშით შევიდნენ ქალაქ შულავერში, თავიანთ მძლავრ საყრდენ პუნქტში და ზურგში მოექცნენ სადახლოში დისლოცირებული ქართული რაზმის ნარჩენებს.